შემოგვიერთდა რეჟისორი, პროფესორი, საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ანასაშვილი. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ კინოაკადემიის წარმომადგენლების ვიზიტზე ესპანეთში, კერძოდ ალიკანტეში. ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ალიკანტეს ქართველი ემიგრანტებისთვის ქართველი რეჟისორის, სცენარისტის, მწერლისა და მრავალმხრივი მოღვაწის რეზო თაბუკაშვილის ფილმის ჩვენება საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი, რომელიც დიდი ღვთისკაცისადმია მიწვდილი. პროექტი განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ქალბატონი მანანა ანასაშვილი, როგორც გითხარი ჩვენი სტუდიის სტუმარი, მოგესალმებით ქალბატონი მანანა. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ამ საკითხით და დავპატიჟეთ. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ ამ დღეებზე, რომელიც გავატარეთ ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც ზუსტად იმ დღეებში ჩავედით, როდესაც ძალიან ცნობილი იქაური დღესასწაული იმართება, წმინდა იოანეს სახელობის დღესასწაული. ამ დღესასწაულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ, რომ ცენტრალურ ქუჩაზე ალიკანტესი სხვადასხვა დიასპორების წარმომადგენლები, იმიტომ რომ ეს ქალაქი არის მართლა ძალიან მრავალეროვანი, გამოდიან ცეკვავენ, რაც თავია ეროვნულ ტანსაცმელში გამოდიან, აი ხა თქვენ ეკრანზე ხედავთ, ქართველები, დიახ, ალიკანტეში გამოდიან, ცეკვავენ, იცით ძალიან გულის ამაჩუყებელია, ჩვენი პატარა ახალგაზრდები, რომელსაც ჩოხები აცვიათ, ქართული კაბები აცვიათ და რაც თავია იქ გაიზარდნენ, ზოგი იქ დაიბადა კიდევაც და უმეტესობა ალბათ და ქართული ცეკვაც იციან და ასეთი არაჩვეულებრივი ისიც ჩაატარეს დეფილი, ასე ვთქვათ. რასაკვირველია ამისი პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ქალბატონი მანანა გოგოლაძე, რომელიც დიასპორას ხელმძღვანელობს. აი ახლა ქალბატონი მანანა ჩანს, თვითონაც ჩოხის ნაწილი აქვს თავის კაბაში ჩართული, დიახ, ეროვნული სამოსით. ქალბატონი მანანას ხელმძღვანელობს დიასპორას, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აი მშობლებიც უყველანი ჩვენი ქართველები ძალიან მონდომებულები არიან, რომ მათმა შვილებმა ქართულიც კარგად იცოდნენ, ქართული ნაციონალური ეროვნული ტანსაცმელი კარგად მოირგონ, ცეკვაზე იარონ და ისწავლონ ქართული ცეკვები და მართლა ეს ჩემთვის იყო აი ძალიან გულის ამაჩუყებელი და თან მარტო ალიკანტეს ახალგაზრდები კი არ იყვნენ, ბავშვების ანსამბლი ჩამოსული იყო ვალენსიადან ასევე ცეკვის ანსამბლი და აი ჩვენ როდესაც შემოგთავაზა ქალბატონმა მანანა გოგოლაძემ თანამშრომლობა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა, მოგვეფიქრებინა ისეთი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს შთააგონებდა, რომ შენი ქვეყანა, შენი ქვეყნისთვის თავდადება უნდა შეძლო, სადაც არ უნდა ცხოვრობდე. ჩვენ კინოაკადემიამ გადავწყვიტეთ სტუდია მემატიანესთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო ფილმი საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი, ბატონ რეზო თაბუკაშვილის ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცზე. წმინდა ექვთიმე ღვთისკაცზე. ძალიან ლოგიკურია, რომ სწორედ ეს ფილმი რომელიც 2002 წელს საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 17 ოქტომბერს წმინდანად შერაცხა 2002 წელს. რატომ ახლა ჩვენ გავემგზავრეთ იქ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი ბატონი ნიკოლოზ აბრამაშვილი, კინოსტუდია მემატიანეს ხელმძღვანელი ბატონი რეზო მახათაძე, რევაზ მახათაძე და მე იმისათვის რომ განგვეხორციელებინა აი ეს პროექტი, რომელიც რასაკვირველია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო, საგარეო საქმეთა სამინისტროში მოიპოვა გრანტი დიასპორების დეპარტამენტში. ყოველ წელს ცხადდება ხოლმე მე მგონი? ყოველ წელს ცხადდება, დიახ და აი ქალბატონი მანანა გოგოლაძემ შეძლო, რომ ეს ყველაფერი ისე გაეკეთებინა, ისეთი პროექტი წარედგინა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიწონა ეს პროექტი. სხვა შორის იქ დღესასწაულზე ჩამოსულები იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიასპორის სამმართველოს ხელმძღვანელი, თანამშრომელი, ქალბატონები მარიამ მამესწარაშვილი, ქალბატონი თამარ კობახიძე და ბარსელონადან ჩამოვიდა ქალბატონი ირინა შამალაძე, მათ სამივეს მინდა დიდი მადლობა მოუხმო.
გავხადო ჯერ ერთი აი ამ პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, იქ ყოფნისთვის და აი ამ საერთო სიხარულისთვის, რაც ყველას ერთად ჰქონდა, რომ ეს ბავშვები, ბავშვები ძირითადად და მოზრდილებიც უკვე რომლებიც იქ ცხოვრობენ, როგორ აფასებენ ქართულს ყველაფერს, იქნება ეს ეროვნული ტანსაცმელი, იქნება ეს ცეკვა, იქნება ეს იგივე იმ ადამიანებზე ფილმები და იმათ ბიოგრაფიაში წტომა, რომლებიც სხვათა შორის ასევე უცხოეთში ცხოვრობდნენ, ეხლა ამ წუთას 16 აყაიშვილს გულისხმობ, უცხოეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ არასოდეს საქართველოსთან კავშირი, მაგრამ არასოდეს არ გაუწყვეტიათ საქართველოსთვის კავშირი და ამ ადამიანის შემთხვევაში არათუ კავშირი, არამედ თავდადება საქართველოსთვის, ეხლა ჩვენ ვიცით, რაც რა არის მისი ღვაწლი და რა შემდგომარეობს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის. როგორი იყო რეზონანსი აი φιλმის ჩვენების და გამოხმაურება და ასე საინტერესოა ეს ახალგაზრდები ალბათ ესწრებოდნენ ხო ფილმის ჩვენებას. რასაკვირველია, ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ, მათი მშობლებიც ესწრებოდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში აი ეს მშობლები ძალიან მონდომებულები არიან, სხვათა შორის რომ თავიანთი შვილები ქართულს ყველაფერს აზიარონ და აი როდესაც მე საუბრობდი ამ ფილმის დაწყებამდე, ვისაუბრე ექვთიმე თაყაიშვილზე, მოუყევი მისი ბიოგრაფია მოკლედ და რასაკვირველია ვისაუბრე ბატონ რეზო თაბუკაშვილზე, რომელიც მართლა ასევე ჩვენი სასიკადულო მოღვაწე იყო და მან სწორედ ისეთ ადამიანებზე გადაიღო ფილმი, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ და არასოდეს წყვეტდნენ კავშირს საქართველოსთან, გულისხმობ სულიერად, გულისხმობ თავიანთი საქმეებით, სწორედ ასეთ ადამიანებზე აქვს ბატონ რეზოს გადაღებული ფილმები. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, რომ მართლა იყო არაჩვეულებრივი მწერალი, დრამატურგი და შექსპირის სონეტების ბრწყინვალე თარგმანების ავტორი, ბატონ რეზოც გავაცანით ახალგაზრდებს და ეს ფილმი, რომელსაც ქვია საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი, მოგეხსენებათ ეს სახელი ექვთიმე თაყაიშვილს კონსტანტინე გამსახურდიამ დაარქვა. საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი და ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა გამოიყენა მერე ეს ფილმის სათაურად და ამ ფილმში არის ხომ მოგეხსენებათ აღწერილი მთელი ის ამბავი დაწყებული რომ იმითი რომ ექვთიმე თაყაიშვილი თავის დროზე საქართველოში გახდა ცნობილი მეცნიერი, პროფესორი იყო, ერთ-ერთი დამაარსებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დამფუძნებელი კრების წევრი იყო და აი როდესაც მოხდა ეს უბედურება რომ შემოვიდა რუსის ჯარები, ივანე ჯავახიშვილმა სთხოვა რომ მეო ამას ვერ მოახერხებ, შენ მოახერხო რომ მთელი ეს საგანძური და ეს საგანძური რა იყო ეს საგანძური, ეს არის არქიტექტურული ძეგლების აღწერა ის მანამდე სანამ წავიდოდა უცხოეთში და წაიღებდა ამ საგანძურს ის იყო მან არაერთი ექსპედიცია ჩაატარა დიახ სამხრეთ საქართველოში განსაკუთრებით და აღწერა ეს ძეგლები რომელიც მანამდე აღწერილი არ იყო ტაძრებს გულისხმობ ქონდა ფრესკების ასლები იყო ხატები ამ საგანძურში და ეს საგანძური მაშინ ვინაიდან მუზეუმები არ იყო ინახებოდა ნაწილი მაშინ რა ქვიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინახებოდა ნაწილი და ნაწილი კიდე ხელოვნების მუზეუმში და აი აქედან უნდა წაიღო და ნუ მე მოგეხსენებათ ეს ისტორია მე მგონი ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის რომ გემი რომელზეც დატვირთვეს გემის კაპიტანმა სიტყვა არ შეისრულა და წავიდა დროზე ადრე ამიტომ ვერ მიოსწრო ექვთიმე თაყაიშვილმა დაედევნა სხვა გემით და როგორ ჩავიდა ჯერ ესე იგი ჩაიტანეს საფრანგეთში მერე ჩავიდა პარიზში ექვთიმე თაყაიშვილი ამ განძით და უამრავი დაბრკოლება გადალახა რომ არც ერთი ნიმუში არ გასულიყო ამ საგანძურიდან. ეხლა ამის მოყოლეს დრო ალბათ არა გვაქვს რეები მოხდა, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი გავახსენებ საზოგადოებას მეტროპოლიტენ მუზეუმი, ბრიტიშ მუზეუმი ბრიტანეთის, ლუვრი, პრადო ეს მარტო ცნობილი მუზეუმები და ასევე კერძო კოლექციონერები მთხოვდნენ მას რომ ერთი ნიმუში მიეყიდა და მან არც ერთი თუმცა საჭმლის და აი ზუსტად ეგ უნდა ვთქვა რომ თუმცა
მარტში მშილობდა პრაქტიკულად, იმიტომ რომ 34 წლის დღიურში მაგალითად ის წერს რომ 6 დღეო მარტში 6 დღეო არაფერი მიჭამეაო და აპრილშიო თუ მეტი უფრო გონი მარტში 20 დღე და აპრილში სადილე არ მიჭამეა 6 დღეო. ამის გარდა ეს ჯერ კიდე 34 წელია მერე უამრავი რაღაცა ხდება, ომი იწყება, სადაც ჩააბარეს ეს უნდა გადაეხადათ ფული და მეტი ფული არ იყო და ქართულ იქაურ დიასპორას არ ქონდა ამის საშუალება, მერე მოთხოვეს ფული არ არის გადახდილიო და ეხლა იქნებ მერე სხვა შორის გერმანელები რო შემოვიდნენ, იმათ მოითხოვეს გაიგეს საიდანღაც რომ ქართული განძი არის აქო და ცდომა გვინდა მასეო და არც ერთმა ქართველმა არ გასცა საიდუმლო სად ინახებოდა ეს განძი და ასე შემდეგ. ამაზე ყველაფერზე ყვება ეს ფილმი არაჩვეულებრივად, რასაკვირველია და მთავრდება როგორც ჩამოვიდა. ძალიან ემოციური კადრები არის. როგორ რაღაც მომენტში ეგონათ რომ აღარ უნდა წასვლა, იმიტომ რომ მეუღლე გარდაეცვალა და იყო დაკრძალული მეუღლე და თქვა რომ აი ესეო როგორ წავიდეო და ეგონათ რომ მას აღარ უნდა საქართველოში დაბრუნება და აღმოჩნდა რომ მას ცხვენია. ისეთი ტანსაცმელია. ტანსაცმელიც კი არ ქონდა და ტანსაცმელიც კი არ ქონდა. უკანასკნელ გზაზე სულ რამდენიმე ადამიანმა გააცილა ესეც. უკანასკნელ გზაზე ეგეც ცნობილია, მხოლოდ 40 ადამიანმა გააცილა, ნუ მანდ ფაქტები არის რომ როგორ გააფუჭეს იმ მანქანის იმისთვის რომ მანქანის რაღაც ნაწილი რომ გაჩერებულიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იქ პატივი მიეგოთ და ასე შემდეგ და იმ ტანსაცმელთან დაკავშირებით რა მოხდა და პარიზი ხო ომის შემდგომი პარიზია, როცა ის მოფრინავს უკვე 45 წელია და იქ არის შოება ტანსაცმელი და აი მერე რო გამოიარეს თურქეთის გამოვლით იქ უყიდეს ტანსაცმელი და შერცხვა რომ კაცი ჩამოსულიყო დაგლეჯილი ტანსაცმელი. აი ამ კაცმა შეინარჩუნა ის მთელი განძი, რომელიც აი ნაწილს ჩამოუთვლი, ეს არის თამარის ჯვარი. ეს არის დავით აღმაშენებლის, დავით კურაპალატის ჯვარი, ხატები, აი ეს მთელი არქეოლოგიური მონაპოვარი, უამრავი რაღაც, რაც მართლაც არის საქართველოს განძი. აი ამ ჩვენს იდენტობასთან გვაკავშირებს, რაც იდენტობასთან გვაკავშირებს და ამ ფილმის ჩვენება, რასაკვირველია გახადა შესაძლებელი სტუდია მემატიანემ, ბატონმა რევაზ მახათაძემ, რომელიც არის ამ სტუდიის ხელმძღვანელი და ეს მემატიანე ემსახურება ჩვენი კინოარქივის შენახვას, აღდგენას და ასე შემდეგ და აღწერას და გამოიწვია საკმაოდ ემოციები იქაც და ძალიან მიხარია რომ სწორედ ჩვენ კინოაკადემიამ აი ასეთი ფილმი წარმატგინეთ, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით ნახეთ ეუბნება ახალგაზრდებს, რომ თქვენც უცხოეთში ცხოვრობთ და თქვენც ექვთიმესავით და კიდევ სხვა ასეთი მოღვაწეებივით არასდროს არ უნდა გაწყვიტოთ კავშირი თქვენს და ყველა ეპოქას თავისი გამოწვევები აქვს და თავისებურად სჭირდება აი ამ კავშირს შენერჩუნება და სხვათა შორის ბოლო დროს ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით სიუჟეტები გადაცემები გქონდეს და რაღაც ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს ადამიანს რომ თითქოს ეს უცხოეთში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტად ინარჩუნებენ ქართველობას და კავშირს საქართველოსთან ვიდრე ჩვენ აქ როდესაც ცხოვრობთ რაღაც ის მათ უფრო გამძაფრებული აქვს აი როგორც ეკავენ ისინი ვთქვათ ანუ როგორ მღერიან ენას არი ვიწყებენ და იცდილობენ რომ რაღაცა თქვა საკვირაოს სკოლებში იარონ არის სხვათა შორის საქართველოს ეკლესია აძლევს მათ ამით შესაძლებლობას რომ ეპარქიები არსებობს მოგეხსენებათ და ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობენ ისინი ხელმძღვანელობენ აი ესეთ თქვა საკვირაოს სკოლებს თუ სხვადასხვა შემოქმედებით წრეებს და აი ამ ბავშვებს აქვთ იქ საშუალება რომ საქართველოსთან კავშირი ეკლესიის მეშვეობით იქონია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეგრეთ წოდებული საკვირაო სკოლები თითქმის ყველა ევროპის ყველა ქალაქში, მათ შორის ამერიკაშიც არის, ყველა დედაქალაქში გულისხმობდა იმ ქალაქებშიც, სადაც არის დიდი რაოდენობით ქართული. და ალიკანტეშიც ბევრი ქართველი ყოფილა. ალიკანტეში მე გაოცებული ვიყავი, იცით რა, თითქოს გასაგებია რომ ბარსელონა, მადრიდი და ალიკანტეში თუ 600 ოჯახი ესენი ვინც ლეგალები არიან. და კიდე უფრო მეტი ქართველების და აი რაღაცნაირად ისეთი ძლიერი დიასპორა ერთმანეთთან კავშირი აქვთ ყოველ კვირას ბავშვები მიყავთ ამ ცეკვის სასწავლებლად ეხა სხვათა შორის ეს საკვირაო სკოლა სადაც ჰქონდათ იქ დაცალეს ეხა ჩვენი წამოსვლის
წინ და ახალი ტერიტორია ექნებათ, ახალი დარბაზი ექნებათ, სადაც გაგრძელდება ეს ყველაფერი და რომლის გახსნის დროსაც ასევე ჩვენი კინოაკადემიის შეთავაზებით ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის არაჩვეულებრივი მხატვრული ფილმი ყინვა და პატარა მოწაფე ნიკოლო მოურის მიხედვით გადაღებული და მინდა კიდევ ერთხელ აქედანაც მადლობა უთხრა გიორგი ოვაშვილს რომ მოგცა ამის საშუალება რომ ჩვენ ეს ფილმი დაუტოვეთ ჩვენს მასპინძლებს და ახალი საკვირაო სკოლის გახსნის დღეს სწორედ იქნება გიორგი ოვაშვილის ფილმი. რა საინტერესო. ანუ მიზანი რაც გქონდა თქვენ როდესაც პროექტს ამზადებდით ამ მიზანს მიაღწიეთ და შედეგით კმაყოფილი ხართ შეიძლება ითქვას. მართალი გითხრათ კი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ისევ გავიმეორებ, რომ ახალგაზრდების გარდა ფილმაში დაბეჭდილება მოახდინა იმ მშობლებზე, რომლებიც ესწრებოდნენ ახალგაზრდებთან და რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან, რომ შვილებს არ დააკარგინონ ეს იდენტობა და ეს არ მithქვამს სხვათა შორის, რომ ფილმის დამთავრების შემდეგ გაიმართა კონცერტი და ეს ბავშვთა ანსამბლი ერთის მხრივ ალიკანტეს ქართული ცეკვის ანსამბლი ფოლკლორული და მეორეს მხრივ ვალენსიადან ჩამოსული დიდი მადლობა მათაც რომ ჩამოვიდნენ და მოახერხეს ვალენსიადან ალიკანტეში ორივე ანსამბლიც ეკავდა და ეს ბავშვები იყვნენ ისეთი არაჩვეულებრივები, ისეთი მონდომებულები. იცით, თავარი აქ იყო რომ მონდომება, თორე ცეკვის დახვეწა რასაკვირველია ყოველთვის ნელ-ნელა შეიძლება, თუმცა მაგასაც ვერ ვიტყვი, აი ახლა გოგონები მაგალითად ისეც ეკავდნენ სამაიას რომ არ უდებდნენ ტოლს არავის და რამდენჯერმე სამაიას კადრები გვაქვს სამაიას კადრები გვაქვს ზუსტად და ეს არაჩვეულები ნახეთ ულამაზესი სოფო კალმახელიძე და სხვათა შორის ბევრი სტუდენტიც სწავლობს ალიკანტეში ქართველი როგორც ვიცი და ამ ქალაქს მე ვიცნობ ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი გოგონასგან ეს არის ნინი გოგიჩაიშვილი რომელიც ძალიან საინტერესო ბლოგებს წერს ხოლმე და ხშირად ვუყურებ. ძალიან კარგი და როგორ თქვა, იცით, არ უნდა გავწყვიტოთ, ჩვენც უნდა ვეცადოთ აქედან, რომ არ გავწყვიტოთ კავშირი ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც მიზეზთა გამო ყველას თავისი ინდივიდუალური ალბათ მიზეზი აქვს, რის გამოც აღმოჩნდა ის უცხოეთში და უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ საბოლოოდ ისინი და მათი შვილები ისევ ჩვენ ქვეყანაში დაბრუნდებიან, თავენ სამშობლოში დაბრუნდებიან. და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა ეს პროექტი, ეს დასაწყისში თქვით და მათ ნამდვილად მადლობა ეკუთვნით ესეთი ეროვნული პროექტების მხარდაჭერისთვის. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ქალბატონებს, რომლებიც იქ დაგვეხმარენ ასევე მარიამ მამესწარაშვილი, ქალბატონი თამარ კობახიძე და არაჩვეულებრივი ქალბატონი სამივენი და ირინა ვიცე-კონსული ირინა შამალაძე მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, იქ ყოფნისთვის, იქ თქვენმა ყოფნამ ნამდვილად შემატა როგორ თქვა უფრო მეტი სერიოზულობა და უფრო მეტი სიხალისე და სიყვარული ყველაფერ ამას. ქალბატონი მანანა, დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან მობრძანებისთვის, ამ პროექტის განხორციელებისთვის, ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ვიცით რომ თქვენ გაქვთ კიდევ გეგმები, რაც უკავშირდება უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მაგრამ ამაზე უკვე სხვა დროს შეგაწუხებთ ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. რეჟისორი, პროფესორი, საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ანასაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.